gon' do this. დავამთავრე მუსიკალური, ანუ ხელოვნების ინსტიტუტი, პედაგოგიური, საესტრადო ვოკალის განხრით. ანუ ჩემი პროფესია არის მომღერალი. პროფესიაც ეგ არის. ვიქნებოდი არ ვიცი, იმიტომ რომ ამ პროფესიის გარდა არ ვიცი თუ დაამინდოდა ექიმი მყოფილიყავი, მაგრამ ნამდვილად ვიცოდი, რომ ამას ვერ შევძლებდი. იმიტომ რომ არ იყო მაინც ჩემთვის ეგ პროფესია. საკუთარ თავში მომწონს ვარ ძალიან ერთგული, მეგობრული, ვარ ძალიან კეთილი, ძალიან ვიქებ თავს, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. რა ვიცი, ბევრი დადებითი რაღაცები გამაჩნია. თითქმის რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა ალბათ ბავშვობაში, ესე კონკრეტულად არაფერი ალბათ არ მინდოდა. ნიჭი, რომელიც მინდა მქონდეს, ეს არის მინდა რომ უფრო მიზანდასახული ვიყო. ალბათ ცოტა რაღაცა დოზით ჩემი საკუთარი თავი ალბათ ცოტა გამოსაფხიზლებელი ვარ. ჰობი, იცით, ესე კონკრეტულად არაფერი, მაგრამ ძალიან მიყვარს სპორტი ისე. მიყვარს აი ბურთსაც ვთამაშობ ხოლმე, მიყვარს ბურთის თამაში, მიყვარს ქსოვა, მიყვარს ძალიან, მაგრამ უფრო ბავშვობაში ვქსოვდი, უფრო სკოლის პერიოდში. ესე კონკრეტულად ამჟამად არა ვარ დაკავებული ჰობით. ალბათ დროის გამომდინარე, რომ ვერ ვახერხებ. რას არ გავაკეთებ არასოდეს? ალბათ არასოდეს არ ვიმღერებ მძიმე როკს, იმიტომ რომ ჩემი არ არის მძიმე როკი. პრინციპში არც არაფერს არ ვნანობ, რა ვიცი. არაფერს არ ვნანობ. პირველი კოცნა? რა ვიცი, ეს იყო ალბათ დიდი ხნის წინ. მე მგონი ვიყავი ბაღში. ესე მახსოვს. ბაღში ყავდა ვიღაცა, ანუ მე იმდენად არ მახსოვს, უბრალოდ მახსენებენ ჩემი მშობლები და ალბათ ბაღში იყო. სიყვარული არის ძალიან კარგი რამ და მე ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც ეგ არ შეუძლია, მე არ გულისხმობ ანუ კაცი და მამაკაცი, ქალი და მამაკაცის სიყვარულს. სიყვარული ძალიან კარგი რაღაცაა და ვისაც ეს შეუძლია, მე ვთვლი, რომ ის ბედნიერი ადამიანია. ვისაც მეტი მეგობარი ყავს, ვისაც შეუძლია, რომ ბევრი ადამიანი უყვარდეს და ნაკლებად უნდა სძულდეს ადამიანი. ვთვლი, რომ ძალიან ბედნიერი რაღაცაა ეს მომენტი, სიყვარული, როდესაც შენ შეგიძლია, რომ ადამიანი, ძალიან ბევრი ადამიანი გიყვარდეს და ყავდეს ირგვლივ ბევრი ესეთი კარგი ადამიანი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავხდი დედა. ეს პირველი წუთი, როდესაც შემეძინა ჩემი შვილი, ლიზი, აი ყველაზე ბედნიერი ვიყავი მთელ ქვეყანაზე, ალბათ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. მამაკაცი არის ჩემთვის ყველაფერი. მე ამ შემთხვევაში ვიტყვი ჩემს მეუღლის თავახასიათები, ის არის ჩემთვის ალბათ აბსოლუტურად ყველაფერი. ჩემი იმედი, ჩემი სიყვარული, ჩემი ოჯახი და რავი, ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს. ყველაფერი მომწონს. ნამდვილად. მიყვარს პირველ რიგში და რა თქმა უნდა მომწონს ძალიან. განვიცდი ძალიან იშვიათად გამოვდივარ, ანუ წყობრიდან ასე ვთქვათ. თქო ვინმე ძალიან გამაბრაზებს. ცდილობ რომ ჩემს თავში გავაკეთო ძალიან ისეთი მობილიზება, რომ ანუ არ ვუპასუხო მას სათანადოდ, როდესაც ვინმე გამაბრაზებს და აი თუ ძალიან გამაბრაზებს და მომიწევს ცუდი რაღაცის თქმა, ამას ძალიან განვიცდი. აი ძალიან, იმიტომ რომ ჩემთვის არ შემიძლია რომ ადამიანს ვაწყენინო.
თან უნდა გამოგიჟოს ალბათ, რომ დაი თუ ძალიან გამოგიჟებს და მეც გავგიჟდები, ამას ძალიან განვიცდი. საუკეთესო რაც მაქვს, ეს არის ჩემი ოჯახი. პირველ რიგში ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება ეს არის და შემდეგ უკვე ალბათ ჩემი პროფესია და ჩემი საქმიანობა. არ მჯერა ცრურწმენების, მართლა არ მჯერა. ხო არის რომ არის ძალიან ბევრი რაღაცა, რომ არის და ზოგს ძალიან სჯერა. რა ვიცი, არ მჯერა. მინდა გავიცნო ძალიან ბევრი მსახიობი და ალბათ ძალიან ბევრი მომღერალი მსოფლიო ვარსკვლავები ჩვენი. ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიყანებ, ეს არის ჩემი ყოველი დილა და ყოველი უფრო დღის დასასრული ასევე ეძახი. მე როცა სამსახურიდან მივდივარ სახლში, ყოველთვის გულში ესე ვეუბნები ჩემს თავს, უბრალოდ მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. ეს არის ჩემი ყველაზე ხშირი ფრაზა, რომელსაც მას მარტო ჩემთვის ესე გულში ვამბობ. შეიძლება არც არავის ესმის, არც ოჯახის წევრს, უბრალოდ ეს ჩემი ყოველდღიური ფრაზაა. ყველაფერი კარგად იქნება, საერთოდ ძალიან ბევრი ესეთი ცუდი პერიოდი მქონია ცხოვრებაში, მაგრამ მე მჯერა იმისი, რომ ადამიანი თუ საკუთარი თავის დაცვას შეძლებს და საკუთარი, არ ვიცი, ალბათ რაღაცნაირად ყველა ადამიანი არის ძლიერი, იმიტომ რომ ნებისმიერი ცუდი ამბავი, ცუდი პერიოდი ალბათ ყველა ადამიანს გააჩნია ეგ განსაცდელი, ალბათ უფალი ყველას უგზავნის და თავარია რომ უნდა ეს ყველაფერი გადალახო და შეძლო, ალბათ, რა ვიცი, ცოტა დავიბენი. ბოლოს ვიტყვი, არ მინდა მე ამ ძალიან ცუდ თემას დაუბრუნდე, მაგრამ ბოლო ტირილსაც ვერა, მაშინ უნდა მოუყვე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთადერთი ტრაგედია, რომელიც ჩემი ოჯახის იყო, ბოლო ტირილს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ თითქმის აიხაც მეტირება, როდესაც გამახსენდება ეს ყველაფერი. რა ვიცი. ოჯახი არის ჩემთვის ყველაზე პირველი და მთავარი. ძალიან უყვარს ჩემი ოჯახი. ძალიან ისე გამომივიდა, რომ ყველას უყვარს, რა თქმა უნდა. ყველაფერია ჩემთვის ოჯახი, აბსოლუტურად. პირველი სიყვარული ეს იყო ბავშვობაში ალბათ. რა ვიცი, ეს მაშინ იყო ალბათ ჩემი პირველი სიყვარული, თორე ეხლა რომ ახსენდება, ცოტა მეცინება ამ ყველაფერზე. მაშინ იყო რომ მეგონა რომ მიყვარდა და რაღაცა. მე ეხლა ძალიან ისე სასაცილოდ მახსენდება. ყველაფერს ჩავიცმევ ნორმის ფარგლებში, უბრალოდ ეხლა ნორმის ფარგლებში იმას გულისხმობ, იყო პერიოდი, როდესაც ძალიან გამხდარი ვიყავი და მეც აბსოლუტურად მოკლე შორტიც ყველაფერი, მაგრამ როდესაც ყველა ადამიანს აქვს რაღაცა თავისი, ყველა ადამიანმა იცის თავისი სხეულის ყველა დეტალი, ვცდილობ, რომ რაღაცა რაც არ მომწონს ჩემს თავში, რაღაცა ის რაღაცა დაიმალოს და არ გამოჩნდეს ისე მკვეთრად, ყოველთვის ესე ვცდილობ. ძალიან მომწონს, აი მაგალითად რაც არის მოდაში და სხვასაცვია, მაგრამ შეიძლება მე არ მიხდებოდეს, ამიტომ მაგას არასოდეს არ ჩავიცმევ და მე მგონი ნორმის ფარგლებში ყველაფერს ჩავიცმევ, თუ კი მომიხდება. ისეთი არაფერი კომპლექსი. რა ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი რამე, მაგრამ ესეთი ძალიან ვაი რაღაცა კომპლექსი მაქვს რაღაცის, ესე არ ვიცი. ვერ გეტყვით. ყველა სექსუალური მამაკაცი არის ჩემთვის ჩემი მეუღლე, მაგრამ ერთ-ერთ მსახიობს გამოვყოფდი, რომელიც ძალიან მომწონს. ეს არის ერთ-ერთ ფილმს და ადრენალინში ჯეისონ სტეთჰემი, ხო. ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ არის სექსუალური მამაკაცი. პოვმა და სათვალე და ტელეფონი, რომელიც სულთან მაქვს. კარგად იწყება, კარგად ვარ თუ ცუდად ვარ, ვცდილობ, რომ ყოველთვის როგორც კი ავდგები, ეგრევე სარკეში ჩავიხედავ და ვეტყვი ჩემს საკუთარ თავს, რომ თუ არის ისეთი სიტუაცია, რომ რაღაცა ვერა ხარ, ან რაღაცა არ არის ისე, როგორც შენ მოგწონს, ელენე, გაიღიმე, დღეს შენთვის ძალიან კარგი დღე დადგა, გათენდა დილა
და ვარ ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და სახლშიც ბავშვთანაც აი შემიძლია ვიხტოდაო, ვიცეკო, რავით, პატარა ბავშვი ვიყო და ხშირად მიწევს ეს სიტუაცია და შემიძლია პატარა ბავშვთანაც ვითამაშო როგორც პატარა ბავშვი და ამიტომ ჩემი დილა ყოველთვის იწყება ძალიან კარგად და ესე პოზიტიურად. ბავშვობის მოგონებები ძალიან ბევრი მაქვს. ვიყავი ძალიან ესეთი ჩემი ზედმეტი სახელი არის დღემდე მეძახიან, ანუ გიჟუნა. შეიძლება ბევრს არ კონდეს ესე წარმოდგენილი, რომ მე ვიყო ესეთი გიჟმაჟუნა გოგო. რავი, ძალიან ბევრი გიჟური, იმიტომ რომ ძალიან ბიჭური ვიყავი, თამაშობდი სულ ბიჭებთან და მახსოვს ბაბუა მითლი და ძალიან მაგარ შვილდის არს ხოლმე და სულ მართმევდნენ ბიჭები. აუ ეს არ ვარ გამოდი მოგვეცი ჩვენ და მე კიდე ესე სულელებით ვაძლევდი და ბაბუა მყავდა, რომელიც მითლი და სულ ახალს. იცი რა, ჭორით ჩემს თავზე ესეთი ერთადერთი მახსოვს იყო რაღაცეები, აი 2 ვარსკვლავის პერიოდში იყო რომ თურმე მე და გოდერთი ძალიან ისეთი სასაცილო თემაა რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრმა დამირეკა რომ ესე დამირეკესო მეგობრებმა რომ ელინე თურმე ქმარს დასცილდა და რაღაცა ჩემს ისეთ მეგობარს, რომელიც არის ჩემი მეჯვარე, რომელიც არის ჩემი ოჯახის წევრი ესეთ ადამიანს ურეკავს ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მართალია, რომ ესე და ესე ჩემი დაკალეუბნება, რომ არა, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და ის ერთი ადამიანი მაინც უმტკიცებდა, რომ არა, ეს თურმე მართალია, ну რა ვიცი. ჭორებს რა დალევს. ძალიან მეშინია სტიქის, რომელიც ალბათ ძალიან ცუდი რაღაცაა და მეშინია მწერების. კალის მეშინია ძალიან, ეგრო დავინახო, ალბათ არ ვიცი. იცით რა არის დეპრესია ძალიან ბევრჯერ მქონია, მაგრამ არასოდეს არ ჩავარდნილ ვარ იმ სიტუაციაში, რომ ყოველთვის ჩემი თავი გამომიყვანია ისევ და ისევ ჩემით. არა, ესეთი დეპრესია რომ რაღაცა აი ზოგი რო ამბობს რა დეპრესიაში ვარ, ვერ ხვდები ამ სიტყვის, ანუ ახსნას. ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ დეპრესიაში არასოდეს. არა. ცოტა ფეთქებადი ვარ. ყვირილიც ვიცი. მაგრამ უფრო მეტი კარგი, ანუ კარგი ხასიათი მაქვს ძირითადად, ანუ ვერ ვიტყვი რომ ცუდი ხასიათი მაქვს. ალბათ ყველა ცოტა დოზით ალბათ ცუდიც და კარგიც, მაგრამ უფრო კარგი. თადერთი ეს ვიცი რომ არსად არასოდეს არ ვიგვიანებ. არ მიყვარს დაგვიანება. მირჩევნია 15-20 წუთით ადრე მივიდე ნებისმიერ ადგილას, იყო ეს ანუ რეპეტიცია იქნება თუ შეხვედრა საქმიანი, კონცერტი, არასოდეს არ მიყვარს დაგვიანება. მე ვთვლი რომ როდესაც შენი პროფესია გიყვარს, ალბათ პუნქტუალურიც უნდა იყო მასთან ერთად. ჩემი მეგობრებისგან მსმენია რომ ჩემზე ამბობენ ვარ ძალიან ერთგული და მეგობრული. ვერ ვიტან იცით ცუდ ადამიანებს, რომლებიც ანუ გიცინიან და ზოგს უკან სამარეს გითხრიან. ვერ ვიტან ორპირ ადამიანს, ვერ ვიტან მატყუარას. აი ადამიანისთვის რომ უნდა რომ ცუდი აკეთოს და იმით ის ბედნიერი ხდება. არ მიყვარს ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს და საერთოდ ცუდ აქციელს. რაც არ უნდა გადამიხადონ, არ გავაკეთებ იმას, რომ აი ხო არის რომ ადამიანებს ფულს უხდიან იმისთვის, რომ ვიღაცა ადამიანს რაღაცა შანტაჟი მოუწყოს, ხო არის ესეთი სამსახურები არსებობს, რომ რაღაცა ან თუნდაც კილერები რო არიან, ფულს რო უხდიან და ადამიანი უნდა მოკლას. ალბათ ამას არც არასოდეს არ გავაკეთებ. ალბათ კი არა, არასოდეს არ გავაკეთებ. ეგ ძალიან ცუდი რაღაც ვთქვი. კაცად რომ დაუბადებული ვიყავი, ანუ ისე იდეაში ვიყავი, კაცი უნდა ყოფილიყავი, იმიტომ რომ უფროსი დამყავს და მე ალბათ უნდათ რომ მეორე ბიჭი ყოფილიყავი. კაცად რომ დაუბადებულიყავი, ალბათ რავი, ნამდვილი ვაჟკაცი კაცი ვიქნებოდი, ისეთი, რომელიც ყველა ქალბატონისთვის ესეთი ღირსეული ვიქნებოდი. კარგი ქალბატონებისთვის. მე არ მაინტერესებს ადამიანის, ანუ მატერიალური მდგომარეობა.
არც არასოდეს მეგობარი მყოლია იმისთვის, რომ იმას რადგან ფული აქვს მასთან მე მეგობრა, არც არასოდეს ჩემი მეორე ნახევარი არ მომიძებნია იმისთვის, რომ მას ფული აქვს და აი მოდი ცოლად გავყვები და რაღაცა. ვაფასებ ადამიანს, ჩემთვის ადამიანის სიმდიდრე არის ადამიანის სული თუ მას როგორი ადამიანური თვისებები გააჩნია და ვაფასებ იმას, რომ ადამიანი არის სულით მდიდარი. ეს არის ჩემთვის ალბათ ყველაფერი, რომელსაც ძალიან ვაფასებ. ჩემთვის წარმატება დაიწყო, იცით, მე ბევრად წარმატებული უნდა ვიყო ამ წუთას, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ ეს ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ რავი როგორ გითხრათ, ცოტა ალბათ ზარმაც იცვარ. მაგრამ უკვე ჩემს თავს ვეუბნები, რომ ბევრი რამ უნდა გავაკეთო ჩემთვის. ჩემთვის წარმატება დაიწყო ეს იყო 2007 წელი, ჯეოსტარის პერიოდი. დღემდე ვახსოვარ ხალხს ამ პროექტიდან, იმიტომ რომ მან ისეთი პატარა ძალიან მოგრძალებული სიმღერა შევასრულე, ეს იყო აფრიკული იავნანა, რომელიც დღემდე აი ქუჩაში რომ გავდივარ ხოლმე, შვილო რომ შენ ის არა ხარ ის იავნანა რომ იმღერე და ის ისე ლამაზად მიხვდება გულში და ისეთ სითბოს გრძნობ ხალხის მიმართ, რომ ეს 2007 წელი იყო ჩემთვის, 7 წლის დასაწყისი იყო ჩემთვის წარმატებული. მაგრამ მე ძალიან ბევრი ეტაპი მაქვს კიდევ გასავლელი, რომ ძალიან დიდი წარმატებული ვიყო. ეს არის მე ძალიან ბევრ ამას გეგმავ ჩემთვის, რომელიც უნდა გავაკეთო. აი მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ძალიან დიდი წარმატებული გოგო. საზოგადოება მინდა დამიმახსოვროს, როგორც რა ვიცი. ყველაფერზე რა ვიცი. რა ვიცი. როგორიც ვარ ალბათ. არაფერს არ შევცვლიდი. მინდა დამიმახსოვროს, როგორც კარგი მომღერალი და კარგი ადამიანი. მე მგონი სხვას ვერაფერს დავამატებ.